მოგესალმებით, მეგობრებო, ვინც ასტროლოგიას სწავლობთ, ძალიან გაინტერესებთ სავარაუდოდ. ან სწავლობთ, ან თქვენ უკვე საკვირდებით, მე-12 სახლი როგორ ვლინდება. შეიძლება წაიგითხოთ მე-12 სახლზე ცოტა რთული ინფორმაციები, რომ ეს არის მაგალითად იზოლაციის სახლი, ეს არის დანაკარგების სახლი, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ცოტა სხვანაირად ვლინდება. მე მაქვს ერთი ვრცელი ვიდეო ჩაწერილი მე-12 სახლზე ზოგადად, თუმცა კიდე მინდა რაღაც დეტალებიც დავამატო. ცოტა ესე სხვანაირადაც დაგანახოთ. იმიტომ რომ იმდენად საიდუმლო სახლი არის, იმდენად მნიშვნელოვანი სახლი არის, რომ არ ეყოფა ამას ერთი ვიდეო და ორი ვიდეო, ხო, იქ თარიც მაქვს მე-12 სახლში, ამაზეც ახსნა, ცალკე ვიდეო გაკეთებული. თუმცა ცოტა სხვანაირად მინდა ახლა აგიხსნათ მე-12 სახლის ენერგია თქვენ შეიძლება წყაროებს ეძებთ მაგალითად ძველი ასტროლოგიური წიგნებიდან ანუ ისეთ პრაქტიკული ასტროლოგიური წიგნებიდანაც, მაგრამ რა არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი. ხა იცით რომ მე უფრო თანამედროვე ასტროლოგიაში ვარ, უფრო მაინტერესებს როგორ ვითარდება ასტროლოგია რეალურ ცხოვრებაში ახლა და ამჟამად და არა როგორი იყო მაგალითად წარსულში, საუკუნეების მანძილზე. ძირი რა თქმა უნდა საინტერესო არის, მაგრამ რატო ვითარდება ასტროლოგია, იმიტომ რომ ვითარდებით ჩვენ. იმიტომ რომ იცლება დრო და ახლა გიხსნით რატომ, როდესაც მე-12 სახლზე საუბრობთ, დაახლოებით თუნდაც 100 წლის წინ დიდად მე-12 სახლი არ იყო ესე აქტიურად ჩართული, აი ჩართული, რასაც ქვია და რატო გეუბნებით ახლა ჩართული. ხო, იმიტომ რომ სახლები ზოგადად ჩართვას საჭიროებენ. აი უშუალოდ მე-9 სახლზე როცა ვლაპარაკობ, მაგალითად მე-9 სახლი ასტროლოგიაში ეს არის მოგზაურობა შორი მანძილები. თუ თვითმფრინავში არ ჩავჯექი, ან თუ სადღაც ძველ დროში არ დავჯდებოდი ცხენზე ან ურემზე და არ წავიდოდი ორთვიან მოგზაურობაში, იქ უბრალოდ მე-9 სახლი არ ჩაერთვებოდა დიდად. ხო? ანუ შეიძლება მშვილდოსანი გქონდეს აქტიური, შეიძლება იუპიტერი ყავდეს აქტიური რუკაში, მაგრამ და გამოვიდა ამ ფილოსოფოსი, ან რაღაც ისეთი ღრმა, ისეთი დიდი მეცნიერებების პედაგოგი, მაგრამ მე-9 სახლი უშუალოდ უკვე არის უბრალოდ მოგზაურობაც ამავე დროს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩაირთოს სახლი და ამისთვის უნდა იყოს საჭიროებები, ანუ გარემოება უნდა იყოს ამისთვის, ხო? აი ადამიანები, რომლებიც მაგალითად მისიონერები იყვნენ, ან შორგზებზე მიდიოდნენ, ან იქ განვითარება რო შეეტანათ, ან უბრალოდ დაინტერესებდათ იქ რა ხდებოდა. აი ეს კლასიფიცირდება ჩვენთან მე-9 სახლი და მე-12 სახლი. ან მე-9 სახლი არის რომ მე უბრალოდ მაინტერესებს აბა იქით რა ხდება, აი საზღრის მიღმა. მე-12 სახლი არის რომ მე სადღაც იქ სულიერება უნდა ვიპოვო, მე იქ უნდა ჩემი თავი ვიპოვო. აი ეს განსხვავებაა მე-9 სახლსა და მე-12 სახლს შორის. ვინც მაგალითად მიდის ხოლმე აი ბალიზე მინდა წავიდე და იქ ვიპოვო ღმერთი. როგორც წესი ეს უფრო მე-12 სახლი არის, მაგრამ მე უბრალოდ მაინტერესებს აბა იაპონია როგორი არის, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი, ვისწავლიდი სიამოვნებით იაპონურ ენას, ან ჩინურ სიტყვაზე, ხო? ან ამერიკაში წავიდოდი და ნახავდი იქ როგორ ცხოვრობს ხალხი და რაღაც თეების მერე დავბრუნდებოდი. აი ეს უფრო მე-9 სახლური ენერგეტიკა არის. მე-9 სახლის სფერო არის პირდაპირ. ამიტომ სახლები ამით განსხვავდება პლანეტებისაგან, ის უშუალოდ რთავს გარემოს, ენერგეტიკას და არა რომ უბრალოდ მე მაინტერესებს ეს სფეროები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სახლს ჭირდება რეალიზების გარემოება. ან ქვეყანაში უნდა იყოს ის სიტუაცია, ახლა მე-12 სახლელებს, აი ახლა ჩრდილოეთ კორეაში ძალიან გაუჭირდებათ მე-12 სახლის ჩართვა, ხო? სადღაც ან მე-9 სახლის ჩართვა, იმიტომ რომ მისი ქვეყანა არ იძლევა ამის საშუალებას, რომ იქ რაღაცნაირად გახსნილი იყოს საზღვრები, მოდით ესე ვთქვათ, ხო? შესაბამისად, მე-12 სახლი რაც უფრო მოდის ცივილიზაცია, რაც უფრო ინტერნეტი არის მაგალითად, ფრილანსერად შეუძლია ადამიანს იმუშაოს, ან იმუშაოს ეკრანებზე, ხო? მე-12 სახლი ეკრანი არის, მე-12 სახლი არის იზოლაციიდან სადღაც, აი ჩემს დახურულ სფეროში, თუნდაც ახლა მე თქვენ რო გელაპარაკებით, მე-12 სახლიდან გელაპარაკებით. მე ვერც თქვენ გხედავთ, მე წარმოგიდგენ არა მაქვს თქვენი რეაქციების. ჩემთვის მარტო ვზივარ ფისოსთან ერთად და გიხსნით რაღაცებს და აი რაღაც სადღაც რომ ვისვრი სიტყვებს და არ ვიცი იქ სად მიდის ადრესატი როგორ არის, ეს არის მე-12 სახლი, რის საშუალებას 100 წლის წინ არ გქონდა. შესაბამისად
ენერგია საჭიროებს განხორციელებას, განსხეულებას, ხო? როდესაც იყვნენ მე-12 სახლელები ერთ საუკუნის წინ მაგალითად, ხშირად იყო რაღაც ისეთ ამ ფსიქოლოგიური იზოლაცია მაგალითად, ან უწევდა დახურულ სტრუქტურებში მუშაობა, ან მეძდები შეიძლება ყოფილიყვნენ მაგალითად, ან საავადმყოფოებში ემუშაოთ, ან ციხეში ემუშაოთ, ან რაღაცა დახურული სტრუქტურა იყო აუცილებელი, ხო? სადღაც იზოლირებულად მარტო რო ხარ შენთვის. მაგრამ დღესდღეობით თანამედროვე ასტროფსიქოლოგია მიყვება დროს, მიყვება იმ თანამედროვე ტექნოლოგიებსაც, რომელიც იძლევა უკვე სახლების ინტერპრეტაცია ცოტა ახლებურად გავიგოთ და დავინახოთ. ხო, შესაძლებლობები იხსნება. შესაბამისად, ამ სახლების ესეთ კლასიკური დახასიათება უკვე აღარ გამოგვადგება, იქ უნდა მივყვეთ დროს. და ამიტომ ძალიან საინტერესო არის, რომ აზროვნებაც ჩავთოთ ხოლმე უკვე ასტროლოგიაში, ამით ვითარდება თანამედროვე ასტროლოგია, იმიტომ რომ ძველი სიტყვებით ჩვენ ვერ ვილაპარაკეთ. აი, თუ არიან ადამიანები, ვისაც კლასიკური ასტროლოგია აქვთ ნასწავლი 200 წლის წინ რაც იყო, 100 წლის წინ რაც იყო, ან თუნდაც 50 წლის წინ ვინც იყვნენ ასტროლოგები, ხო? დღევანდელობაში ეს უკვე აღარ არის აქტუალური, აღარ მუშაობს. და ამიტომ შეიძლება გქონდეს, ახლა მეც მქონია ესეთი გამოცდილება, რა ვთქვათ, მიდიხართ ასტროლოგთან, რომელიც რაღაც ძველი ესეთი სიტყვებით გელაპარაკებათ და დღევანდელობაში უკვე აღარ არგებთ ამას, ხო? და განა იმიტომ არის ეს, რომ ასტროლოგია არ მუშაობს. უკვე მოძველდა ის შეხედულებები ასტროლოგიაზე, რაც იყო, იმიტომ რომ მთლიანად შეიცვალა უკვე გარემოება, ხო? შეიცვალა ადამიანის ფსიქიკაც. ეხლა როცა მე-12 სახლზე ვსაუბრობთ, მე-4 სახლზე ვსაუბრობთ, ადამიანების ფსიქოლოგიური სიღრმეც შეიცვალა, ემოციური ინტელექტი გაუგრმავდათ ადამიანებს. რატო არის ამდენი იზოლაცია? აი ახალგაზრდებზე რომ ამბობენ, რომ აი სუპერსასმენებით არიან, არ ურთიერთობენ გარემოს, ან ეგეთ ვიყავი მე მაგალითად მე-12 სახლელი ვარ და სუმეუბნებიან ხოლმე, რომ ჯენზი ხარო, პატარაო. როგორც ადრე მე ვიყავი, ხა რო ყურებ ხოლმე ახალგაზრდებს მანდარიან, ხო? და ეს რა არის, რომ შიდა იზოლაციაში საკუთარ თავში ბრუნდებიან, იქ უნდა იპოვონ ბევრი რამ და მერე გამოვიდნენ უკვე გარეთ, ხო? შეიძლება მერე ერთი-ორი თაობის შემდგომ სხვა თაობა გამოვიდეს უკვე გარეთ, ხო? ანუ თვითონ ამ თაობებშიც არის რაღაც ცივილიზაციური განვითარება და შეიძლება ერთი თაობა ვერ მოესწროს ამას, მაგრამ მოესწროს ერთი-ორი თაობის შემდეგ სხვა, რომელიც ამ ჯაჭვს გაარღვევს სადღაც, მაგრამ ისეც საჭირო არის ამ თაობებში, რაც არის ხოლმე, ხო? აი ეს მე-12 სახლური ისტორია უკვე უშუალოდ, როცა ან მზე ყავს, მერკური ყავს, ან მარსი ყავს მე-12 სახლში, ხო? ან პირველი სახლის მართველი ყავს მე-12 სახლში, მე-10 სახლის მართველი ყავს მე-12 სახლში, იმიტომ რომ ის მარსი რო არის, რომელიც სახლიდან მოდის, რომელ სახლს მართავს სიმბოლურად, ხო, ეს მარსი. ანუ ისე უბრალოდ რო ხდება, უბრალოდ რო პლანეტა მყავს, რომელ სახლს მართავს, ეს არის აქ მნიშვნელოვანი თორე ეხლა გასაგებია რომ პლანეტა ნიშანში არის, ხო, ზოგჯერ აი ამაშიც ცოტა პრობლემა არის ხოლმე. რომ მართველებს ვერ აკავშირებენ, მაგ ხოლმე ტრენინგები პერიოდულად სახლების და სახლების მართველებზე რო კიდევ უფრო კარგად გაიგონ ხოლმე ეს იმდენად რთული სტრუქტურა არის თვითონ სახლები და სახლების მართველები, მაგრამ რადგანაც ჩემარხზე ხართ ხოლმე უფრო ვინც კარგად ერკვეთ ასტროლოგიაში, ან გინდათ სწავლა, გინდათ სიღრმისეული ასტროლოგია და არა ძველი წინა საუკუნეების ასტროლოგია, რომელიც უკვე აღარავის აღარ ჭირდება. ნუ მათთვის კიდევ უფრო ხსნი ხოლმე. თუმცა ახლა ასტროლოგიური სკოლაც მაქვს და აქ გაცილებით უკვე სიღრმისეულად გავდივართ, თერაპიულად გავდივართ, ნუ ჯგუფურ თერაპიულად გავდივართ ასტროლოგიას. ახლა 4 აპრილს მეწყება ახალი კურსი და შესაბამისად ვცდილობ ხოლმე რომ აი ეს ძველი ასტროლოგია, რომელიც უკვე აღარავის აღარ ადგება და არ არის აქ ასტროლოგიის პრობლემა ის ხელოვნებით, უნდა გავყვეთ დროს, ის იმპულსი უნდა გვესმოდეს, გულისცემა თაობების როგორ ვითარდება საზოგადოება, აი ამის გულისცემა უნდა გვესმოდეს და მოვარგოთ ეს ინფორმაციები სიმბოლურად და აქ მეცხრე სახლი ირთვება, მშვილდოსანი ირთვება, გაფართოება არის უკვე ცნობიერები. საჭირო რომ ჩავწვდეთ თანამედროვე ასტროლოგიას, ხო? იმიტომ რომ ჩვენც აღარა ვართ ძველი, ნუ არიან სხვათა შორის ჩემი თაობის უფრო ახალგაზრდებიც მინახავს, რომ აი ძველ თაობაში არიან ჩარჩენილები მენტალურად. და ნუ ესეც საზოგადოებაში არის ესე, ზოგი ძალიან უსწრებს წინ დროს მაგალითად, ზოგი თავის დროსთან შესაბამისი არის, ზოგი ცოტა უკან არის და ზოგი საერთოდ ჯურღმულებში არის, ხო? ეს
ესეთი საქართველოშიც გვაქვს ეს აი თაობა რომელიც ეპოტინება, ებღაუჭება ბუდიში ისეთ ძველ ისტორიას, რომელიც უკვე აღარაფერს აღარ იძლევა, ხო? ყველა ერებში არის ეს, ზოგი პროგრესული არის, ზოგი რეგრესული არის, მოდი ესე თქვა, ზოგი უკან ეყურება, ზოგი ადგილზე დგას თავისთვის. ესეც ოკეი არის. მაგრამ, ეს ელემენტები არის, რა თქმა უნდა, რომ ვინც თანამედროვეობაში ცხოვრობს, ვინც პროგრესულია, ვინც დროს უსწრებს, მან შეიძლება ისეთი რაღაცები შემოიტანოს, ახლა ეს სუფთად მე-11 სახლი და ურანი არის ჩვენთან. ურანული ენერგია არის მომავალთან რო გაკავშირი, მომავალს ხედავ, მომავლის ტიპაჟი რო ხარ და არა ძველს ტკეპნის სიტყვაზე. მაგრამ ამ პრიზმიდან ჩვენ თუ მე-12 სახლს და ზოგადად ასტროლოგიას ხედავთ, იქ უკვე თანამედროვე ასტროლოგია შეგვიძლია შემოვიტანოთ. უკვე ისეთი ასტროლოგია, რომელიც რეალურად მუშაობს და არა სადღაც თაროზე რო გვიდევს და ტვინში ვატრიალებთ და ვერაფერს ვერ ვიღებთ აქ-აქ, ხო, ვერაფერს ვერ ვცვლით. მე-12 სახლი ჩვენთან უკვე თანამედროვეობაში მეგობრებო, ხო? ეს არის ინტროვერტი ადამიანი, რომელიც თავის სამყაროში არის ჩაკეტილი, მოდი ესე ვთქვა, თავის საიდუმლოებები აქვს, თავის სამყაროსთან ძალიან კარგად გრძნობს თავს. ეს ახლა კარგ ვარიანტს გიყევით, ხო? დაუზიანებელი მე-12 სახლი რო ავიღოთ, ხო? და ძალიან ჩუმად მიდის თავის ცხოვრებაში, რომელიც აი რაღაცა საიდუმლო ენერგეტიკა რო დაყვება ხოლმე სულთან. შეიძლება თქვენ მსგავსი იგრძნოთ ნეპტუნი, ვისაც პირველ სახლში ყავს მაგალითად, ან თვარესთან ერთად რო არის, ან მზე ნეპტუნი შეერთება რო აქვს, ან სადღაც რაღაც საიდუმლო ენერგეტიკა არის, მაგრამ მე-12 სახლი ცოტა სხვა საიდუმლოება არის. ეს არის მეგობრებო, ცით როგორი ენერგეტიკა მისი პოზიტიური მხარე, მოდით ესე რომ აღვიქვათ, ეს არის, როდესაც პლანეტა, როდესაც ხდება მე-12 სახლში, აქ არის რაღაც არარეალიზებული შინაგანა წინაპრებში, ესე რომ ვთქვათ და მე სადღაც ეს უნდა ავამუშავო უფრო ფსიქოლოგიურად, უფრო საკუთარ თავთან, აი როგორც ბალიზე რომ მიდიან, რომ სულიერი განვითარება ვიპოვო. არ დაარსა წასვლა არ გვჭირდება, ხო ჩვენში არის ეს ენერგია, მაგრამ თუ არ შევეხე მე-12 სახლს, განმარტოებას, ფიქრს, ჩემთვის რომ სადღაც ვფიქრობ, ჩემ თავთან რო კონტაქტი მაქვს და ნენელა ვხედავ რა მინდა მე, ვინ ვარ საერთოდ, ხო? აი ამ ენერგიასთან თუ არა მაქვს შეხება, მე-12 სახლი მერე ცოტა ცუდად მუშაობს. ცუდად რას ნიშნავს? ეს შეიძლება იყოს იძულება, ჩართვა, მაგალითად, იმის გაცნობიერების, რომ ჩვენ არ ვართ ისეთები, როგორიც ხვები, მაგალითად. ხო, რაღაცას გთხოვს ხოლმე უკვე განსაკუთრებულად სამყარო, მე-12 სახლში როცა ხდება პლანეტები, თან განსაკუთრებით ეს პლანეტები თუ არის ესეთი პირად პლანეტები, მოდი ესე ვთქვათ, აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი თუნდაც მზე ავიღოთ, თუნდაც მერკური ავიღოთ, მნიშვნელოვანი არის გაცნობიეროს ადამიანს, რომ სამყარო რაღაცას თხოვს. მინიმუმ იმას რომ გაცნობიეროს, რომ ვერ იცხოვრებს იმ სტილით, იმ რეჟიმით, იმ ფიზიკური აქტივობით, როგორც ხვები გამოდი აქედან, ხვები ცხოვრობენ, მაგალითად რაღაც არის მათში, ან შეიძლება ენერგიის ნაკლებობა იყოს, შეიძლება ხმაურის პრობლემა იყოს, რომ აი სმენის ვექტორი კონდეს ადამიანს ძალიან ძლიერი და ანუ აი ხმაურში უჭირდეს, ხალხმრავლობაში უჭირდეს მაგალითად, ხო? ან არის ისეთი მომენტი, რომ რაღაც აქვს განცდა, რომ მაინც არავის არ ესმის მისი. აი აქედან იწყება მთელი მთავარი პრობლემები ხოლმე. იმიტომ რომ აქვთ რაღაც საიდუმლო, რაღაც უცნაურობა მე-12 სახლელებს. დავხსნი მერე ქალებთან როგორ ხდება, კაცებთან პლანეტების მიხედვით როგორ ხდება. მე-12 სახლი ეს არის, რომ ადამიანს აქ განცდა, რომ მისი არ ესმით, ვერ ხედავენ მას მაგალითად, მაგრამ სიამთვილეში არის როგორ რაღაც იცით, რომ მათი ყველასი, მოდი ესე ვთქვათ, კარგ ვარიანტში, ყველასი ესმით, იმიტომ რომ მე-12 სახლი კოლექტიურ არაცნობიერთან არის კავშირში. აი წარმოიდგინეთ, ახლა ბევრი ადამიანი, აი მასები რო ავიღოთ, ხო? აი ამათი გულის ცემა, აი ესე რომ ვთქვათ, მე-12 სახლელ მზეს ან თვარეს ძალიან კარგად ესმის. ატარებს საკუთარ თავში ყველაფერს. აქედან რა მოდის? მეწოდება, მესმის მისი,
მიუტევებ ესე რა თქვა, მაგრამ აქ რა იკარგება? მე ენერგია იკარგება, ხო? აქ სადღაც რა ჩემი ეგო რომ მე თუ იმის მესმის, იმის მესმის, ხო? შესაბამისად, მე აქ დანაკლისში ვარ, ხო? ჩემი არ ესმით, მე ვერ მხედავენ სიტყვაზე, ხო? ესეთი რაღაც არის ხოლმე მე-12 სახლელში და აქედან კარგავს ნენელა ინტერესს საერთოდ გავიდეს კონტაქტზე გარემოსთან, მაგალითად ესე ჩართული იყოს, ნაკლებად აქვთ უფრო მსმენელები არიან ვიდრე აქტიურები, მარტო რეალურ მოვლენებში არ გეუბნებით, შეიძლება აქტიურად ლაპარაკობდეს ადამიანი, მაგრამ შინაგანი ენერგეტიკა მისი უფრო მსმენელის პოზიციაში შეიძლება იყოს, შეიძლება ენერგეტიკულად usmendes, აი თუ იცით თქვენ ფსიქოლოგიაში, როცა ამბობენ ხოლმე, რომ აი ადამიანი ბავშვობაში ვერ გამოხატავდა თავს, უწევდა მოსმენა სხვების, აბა იმის რეაქცია რა იქნება, ამის რეაქცია რომ მოვერგო მერე გარემოს. აი დაახლოებით ესე მუშაობს მზედამთვარეც, მაგალითად მე-12 სახლში. თვითონ პლანეტები აღნიშნავენ მაგალითად სქესს, მზე არის მამის ენერგეტიკა, მამის გვარი, საგვარეულო კარმა კაცების და აქ უკვე ნიშნავს, რომ სადღაც სისუსტე იყო მამაკაცების. აი ვინც ჩემთან მოდიან ხოლმე კონსულტაციაზე, აი სისუსტე ან გრძნობელობა იყო მამაკაცების თუ დაზიანებული არის მზე, ეს არის აი კონკიას ფსიქოტიპი, რომლის მამაც იყო სუსტი და დედინაცვალი ყავდა ძლიერი სიტყვაზე, ან აგრესიული, ან ჩაგვრელი, ხო სადღაც. და როგორც წესი მზე მე-12 სახლელები მამის მოდელზე ძალიან ხშირად გადადიან. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მამის მოდელზე რას ვამბობ? თვითონაც შეიძლება ავლენდნენ სისუსტეს, ურთიერთობებში არ იყოს აგრესიული მაინც-ამაინც, ან იმისი მესმის მაგალითად და მე არა ვარ დანახული, ხო? მაგალითად შეიძლება იზიდავდეს მზე მე-12 სახლელი ან ნარკომანებს, ან მატყუარებს, ეს ყველაზე ცუდ სცენარში, იმიტომ რომ ყველა სახლს აქვს თავის პოზიტიური და თავის ნეგატიური გავლენა. ხან შეიძლება პოზიტიურ ენერგიაში გადავიდეთ, ხან ნეგატიურში, ხო? ანუ სადღაც მამაკაცური ენერგია ცოტა იდუმალებასთან, საიდუმლოსთან, უფრო სწორად დაფარულობასთან არის კავშირში. მე-12 სახლი ჩვენთან შეიძლება ადიქცია იყოს, აი შესაბამისად ან ნარკომანები, ან ლოთები, ყველაზე ცუდი კაკები, ან მატყუარები უბრალოდ, ან იმხელა ილუზიაში გაეხვენ კაცებთან ურთიერთობაში, ან იყოს მამაკაცთან, რომ აი რთული ურთიერთობები ქალს შეიძლება მამაკაცებთან კონდეს, ხო? გაუგებარი, აუხსნელი ურთიერთობები. კარმული მისი არის ხოლმე აქ სადღაც რომ უნდა დაიკარგოს, აი წარმოიდგინეთ მე-12 სახლი არის ბოლო სახლი ასტროლოგიაში. მთელი ციკლი მზემ, მისმა ცნობიერებამ, კარმულ ასტროლოგიაში რო გადავიდეთ უკვე, მთელი პირველიდან მოყოლებული მთელი ციკლი გამოიარა და უკვე დაასრულა მზემ, მისმა მოდი ესე ვთქვათ, სულმა რაღაც ციკლი, ну აი ბოლო ინკარნაცია არის რაღაც ციკლი უნდა დაასრულოს. საერთოდ მე-12 სახლში პლანეტა რო ხდება, ეს როგორც წესი უკავშირდება რაღაცა ციკლი, მთლიანად გაიარა პლანეტამ და ის უკვე გადის ამ სცენარიდან. შესაბამისად, აი ის ფსიქოტიპი რო არის, რომ მე იმისი მესმის, აი თითქოს ყველა გამოიარა ამ ადამიანის სულმა, ხო, მზეს ჩვენთან მზის ენერგიას ვადარებთ ხოლმე აი სულის თავარი იმპულსი, ხო, აი ეგოს თავარი იმპულსი, კარგი გაგებით თողოდეს ეგო სატურნული არ იგულისხმება, ხო, ჩემ ცნობიერება ყველა როლი გამოიარა და მე ყველას იმიტომ მესმის, რომ ყველა სხეულში უკვე გატარებული ვარ. სადღაც, ხო? ზოგჯერ მეანიშნებს ინკარნაციულად მზის დონის სადღაც ამოწურვას, ანუ შეიძლება ამ ადამიანს ქონდა მზის სფეროში, ან მამაკაცურ როლში მაგალითად, ბევრი ინკარნაცია უკვე და სადღაც აი ეს მამაკაცური იმპულსი უნდა გავიდეს, მაგრამ პლუს იმას მოიტან დაიკარგო სადღაც, ხო, ზოგჯერ არის დანაკარგი მამისგან, ან მე ობოლი ვარ, ან მარტო ვარ, ყველაზე მეტად მე-12 სახლელებს სულ აქვთ მარტოობის განცდა, კოსმიურ დონეზე მარტოობის განცდა, ობლობის განცდა, რაც არ უნდა კარგი ოჯახი ყავდეს, მაგალითად. იმიტომ რომ არ მოდიოდა თითქოს ემოციური კავშირი. ეზოთერული კუთხით რო შევხედოთ, ხო, მე-12 სახლი ეს არის, რომ მე სადღაც ამ კოლექტიურ ენერგიასთან
კი ყველას გრძნობ მაგალითად, მაგრამ ისინი ვერ მგრძნობენ. შეიძლება ურთიერთობები იყოს ნაკლებად კარმულ პოზიტიური გაგებით და არ იყოს ისეთი ერთიანობის განცდა, ხო, ოჯახის წევრებთან ან წინაპრებთან ან ზოგადად გარემოსთან. და ამიტომ შემოდის, რომ აქვს მე-12 სახლის ისეთი განცდა, რომ მაინც ჩემი არ ესმით, მაინც ვერ მხედავენ და აზრი არ აქვს რომ გავეხსნა, მე მარტო არ მაინც. აი რო ჩაუხმავდეს მე-12 სახლი, ახლა მე რასაც გიყვებით, იმდენი უნდა გაიაროს მე-12 სახლებმა, რომ აქამდე მივიდეს, რომ ეს გაიგოს. რომ აქ აი ეს შეიგრძნოს დანაკარგი. შეიძლება უბრალოდ ისე გქონდეს განცდა, რომ მე რაღაცნაირად ისე ვგრძნობ თავს დაკარგულად, მაგრამ ბოლომდე ვერ შევიგრძნო, რომ მე სადღაც ობოლი ვარ, მე სადღაც მარტო ვარ, ჩემი არ ესმით და მე მაინც ვერ მხედავენ. აი ეს სადღაც უნდა იცხოვროს ადამიანი, აი მსხვერპლი არის მე-12 სახლი ჩვენთან. ის მსხვერპლის არკანი გამოხსენდა ხა ტაროში რო არის, სხვათა შორის მე-12 სახლის ენერგეტიკა ეს არის კარტები, ეს არის ფსიქოთერაპია, ეს არის ღმერთის ძიება, რელიგიის, სულიერების ძიება, რაღაც ძალების ძიება, ყველაზე კარგად მე-12 სახლი, ხა მეც მაგალითად მყავს აღმავლთან ერთად მე-12 სახლში. და აი სადღაც ესე წავიდა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში, რომ სულ მიწევდა აი ისეთ ხალხს შევხვდი, ისეთი ხალხი მოვიდა ჩემ ცხოვრებაში, რომელიც აი სულ იქითა სამყაროსთან მაკავშირებდნენ რაღაცა კუთხით, ხო, ფსიქოლოგიურად, ან ენერგეტიკულად, ან პირდაპირ უშუალოდ ჰიპნოთერაპიულად, ან რელიგიური სფეროში მიწევდა მაგალითად, ხო, სადღაც აი როგორ იცით, აი თუნდაც ეს ვლადიმერ ბენაიძეზე რო ამბობ ხოლმე, სვანგელოზე ველაპარაკება, იქითა სამყაროზე ველაპარაკება ხოლმე და სულ აი ფიქრებით და კონცენტრაციით, აი ამ რელიგიურ თემასთან ეზოთერულ ქრისტიანობასთან ეს სხვა შტაინერი რო წავიკითხე თავიდან 11-12 წლის ვიყავი და ეჩი მომიტანა ზედ გამსახურდიას ნათარგმნი არისო მითხრა მაშინ ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება მაქედან რომ დავიწყე ამის სწავლა ესა კითხვა ну მე ხა მე-9 სახლის ენერგიაც მაქვს ჩართული მე უფრო მაგას ვაბრალებ თუმცა არ ვიცით კიდევ სინთეზურად ირთვება ხო აი ყველაზე კარგად აი თუ ფსიქოლოგიურად მე სადმე ვისვენებ აი რაც არა აი თუ ძალიან გადაღლილი ვარ ან ისე ვარ ხო აი სტრესში ვარ და ავიღო ფილოსოფიის წიგნი და წავიკითხო და აი კანტს რო კითხულობდი მაგალითად შოპენჰაუერი მიყვარდა ძალიან ადრე ბერძაევი მიყვარდა ძალიან აქედან დაიწყო ჩემი ფსიქოლოგიის დაინტერესება ფილოსოფიით და შემდეგ ფილოსოფიით აი მანდ ვისვენებ ყველაზე მეტად როცა ან ბერძაევს ისევ რო ავიღებ ხოლმე ხელში მაგალითად აი ვისვენებ ფსიქოლოგიურად მენტალურად ხაშურის ესეთ ანალიტიკასაც რო უსმენ ხოლმე პოლიტიკურსაც ვისვენებ მენტალურად წინასწარ ვლადიმერ ბენაიძესთან ვიყავი და ეხლა გეჭორავებით უკვე და რაღაც ისე მოღერლებზე მეუბნება რა YouTube-ზე თუ უყურებო და არა მეთქი და როგორ ესე ამდენი რაღაცა საინტერესო ხდებაო და შენ რას უსმენო რა და ვაჩვენე ჩემი პლეილისტი YouTube-ის ფსიქოლოგია, ასტროლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა, ანალიტიკა, მსოფლიო პოლიტიკა, ირანი, ამერიკა. მერე ტელეს იუნგი და შოპენჰაუერი და რა ვიცი, თელეს პლეილისტი და ვიყუროს და დასადადი ახალგაზრდა გოგო ყარო და რა უსმენო. და ნუ რეალურად ეს არის მე-9 და მე-12 სახლი რო გაქვს ადამიანს ჩართული აქტიურად. აი ესე ვხედავთ ხოლმე ჩვენ მაგალითად ასტროლოგიაში სახლები როცა ირთვება ხო და ნუ აი ეს ინტერესი მე-9 სახლური მაგალითად ხო მაგრამ თავარი მე-12 სახლური რომ სადღაც ჩვენთვის იხარ ვითარდები სადღაც უსმენ რაღაცებს და აი ამ შტაინერსაც ჰქონდა ესეთი ეს მთავარი მიმართულება ეზოთერული ქრისტიანობა ხო და აი შემდეგ მაქედან დავინტერესდი რომ კიდევ უფრო დაფარული არის კიდან ზოგადად რელიგია ხო ეს ძალიან ისეთი საიდუმლო ენერგია არის რაღაც იდუმალებასთან გაქვს ურთიერთობა მაგრამ კიდევ უფრო იდუმალი არის აქ ეზოთერული რელიგია ხო და ნუ რა თქმა უნდა ჩემი ინტერესი პირდაპირ მაქეთ წავიდა და ამ ინტერესს მოყვა ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი თუნდაც ახლა ვლადიმერ ბენაიძეზე როცა ვლაპარაკობ და ჩემ ცხოვრება აი მართლა მე-12 სახლურად განვითარდა.
აი ხა ჩემთვის ჩემ პირადი გამოცდილება რო გითხრათ, ყველაზე მეტად მქონდა განცდა და სხვა მე-12 სახლებსაც გაქვთ, თუმცა მე უბრალოდ კიდევ უფრო მე-12 სახლი მაქვს, პირველი სახლის მართველი მისის მე-12-ში პირდაპირ და სულ მქონდა იმის განცდა, რომ აი ნორმალური ადამიანები გარშემო ჯერ რო ცხოვრობენ, სამსახურში დადიან, შვილები ყავთ, ოჯახი ყავთ და დაბერდებიან როგორც ჩვეულებრივად ასე შემდეგ. თითქოს ამ სცენარში ჩემი ცხოვრება არ მიდიოდა. და აქ მომიწია ძალიან სერიოზულად გადახარისხება იმისი, რომ არ არის ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორც ხვების არის. და არ არის ჩემი ჯანმრთელობაც ისეთი, როგორც ხვების არის, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ამიჭერს ჯანმრთელობაზე, მაინც არ ვარ ისე მორგებული, მაგალითად, ამ ცხოვრებას როგორც ხვები. და ეს თავიდან იყო სერიოზული კრიზისი ჩემთვის, მაგალითად, და მე ვისთანაც აი მთვარე რომ მე-12 სახლში ყავთ, მერკური მე-12 სახლში ყავთ, მათთანაც რომ მიმუშავია. მე-12 სახლს ესეთი ფუნქცია აქვს, რაც უფრო ვეწინააღმდეგებით და არ ვიღებთ მე-12 სახლს, მით უფრო შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები, რომ ავტომატურად მე-6 სახლის ოპოზიცია არის, მე-12 სახლი რთავს მე-6 სახლს. ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ან ადიქციებში შეიძლება გადავიდნენ, ან კონდეთ სულ ფსიქოლოგიური ძიება საკუთარ თავში, ხო, რომ აი მე ჩემი თავი უნდა ვიპოვო და საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად იხსნება მე-12 სახლი, როცა ვიღებთ იმას, რომ მე არა ვარ ისეთი როგორც ხვები, მე ვარ ცოტა ჩაკეტილი, ჩემ სამყაროში ვარ სადღაც, იმიტომ რომ არის რაღაც ისეთი, რომელიც მასებისთვის არ არის როგორ გითხრათ, აი მასები სხვანაირად ცხოვრობენ, მე-12 სახლელი სხვანაირად ცხოვრობს. აი ეს არის აქ განსხვავება. და ეს ყველაზე კარგი ვერსიაში რო გითხრათ. ნეგატიური ვერსია რა შეიძლება იყოს? დაკარგულობის შეგრძნება, ვერ პოულობ ჩემ თავს, ზოგჯერ აქვთ ხოლმე განსაკუთრებით მთვარე როცა ხდება მე-12 სახლში. იმიტომ რომ მთვარე ეს არის უკვე შინაგანი ემოციური კომფორტი, ეს არის შინაგანი მეს აი სხეულებრივი განცდა, რას გრძნობ, აი რა მინდა ეს მზესთან არის დაკავშირებული და აი აქ მე-12 სახლს აქვს ის რომ უჭირს თავიდან დაინახოს რა მინდა საერთოდ, ხო? იმიტომ რომ აი იმდენად არის კოლექტივში მისი ეგო გაბნეული, რომ ინდივიდუალური აღქმა მე სად ვარ, აი მისი გაუჭირდეს და მე თლიანად იკეტებიან საკუთარ თავში, რომ კაი, სხვები გავიგე ვინები არიან, ხა მე გავიგო ვინ ვარ. მაგრამ თარე ეს არის უკვე მე რას გრძნობ. ხა კაცებს შეიძლება უფრო ლაითად გქონდეთ აქ საქმე, თვარე მე-12 სახლში, იმიტომ რომ კაცისთვის უფრო მზე არის დომინანტური ცნობიერებით ცხოვრობენ, უფრო ვიდრე ემოციებით, ხო? და აქ შეიძლება გქონდეთ ის მომენტი, რომ მე ქალი მინდა ისეთი, რომელიც მე-12 სახლელი იქნება, მაგალითად, ცოტა ჩაკეტილი, იდუმალი, თავის სამყაროში მაგალითად, ხო? და აი აქ შეიძლება უფრო ემოციური კონტაქტი მქონდეს ასეთ ქალთან. ვიდრე იყოს აი კაი მზარეული, კარგი, ჩართული, ესეთი ენერგიული ქალი მაგალითად, რომელიც აი ამ ცხოვრებაში არის ძალიან შემოსული. კაცისთვის, მთვარე მე-12 სახლელისთვის შეიძლება ესეთი ქალი არ იყოს ემოციურად კომფორტული. მას ჭირდება მე-12 სახლური ენერგეტიკის ქალი, ესე რომ თქვა, ცოტა უცნაური, ცოტა ჩუმი, ცოტა აი რაღაც იდუმალება რო დაყვება თავისთვის, რატო? იმიტომ რომ დედის მოდელი იყო ესეთი დაახლოებით. ან საერთოდ საზღვარგარეთ იყო დედა, ან ემოციურად მიუწვდომელი იყო, მაგალითად. ძალიან უხდებათ მზე მე-12 სახლის ქალებს, მამაკაცი ან ფსიქოლოგი, ერთ-ერთი მათთვის ფავორიტი ენერგია არის, ან უსაფრთხოების სფეროში მომუშავე მაგალითად, ან აი ესეთი საიდუმლო რო აქვს ჩაკეტილი, დაფარული ტიპი და ყველაზე ნეგატიური გაგებით ნარკომანები მოსდით ხოლმე ზოგჯერ, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, ან უვარგისი რო ამბობენ ხოლმე, ხო იცით, უვარგისი კაცი არის, არაფერი ამისგან არ გამოვა, შეიძლება ესეთები მიზიდონ, რომ მე ეს მამაკაცი ეცოდებოდეს მუდმივად, ათრიოს მერე მუდმივად, ანუ აი პირობითად რო აგეხსნათ, ხო, ცუდი გაგებით. ეს ყველაზე ნეგატიური მე-12 სახლური ისტორიები არის, ხო? მაგრამ ყველაზე კარგი გაგებით ეს არის, ან უცხოელი მეუღლე, ან ურთიერთობები, რომელიც დისტანციურია პერიოდულად, სადღაც ის მიდის, სადღაც მე მივდივარ სიტყვაზე, ან არის ისეთ სფეროში, რომელიც ხა ყველაფერს ვერ ამიხსნის, ყველაფერს ვერ მომიყვება სიტყვაზე,
ესეც აი აქ მე-12 სახლის ენერგეტიკა უნდა იყოს. თუ ამას ვერ ვხედავ, თუ ამას ვერ ვაღწევ, რა თქმა უნდა, მე ნეგატივი ირთვება ხო მე-12 სახლის და საბოლოო ჯამში ყველაზე ნეგატიური არის მე-12 სახლელისთვის ხებ შეწირვა ვიღაცებზე, სხერკლის აღება. ვიღაცა უნდა გამოვასწორო, ვიღაცა უნდა გადავარჩინო. ეს ტიპიური მე-12 სახლური ენერგია არის და როგორც წესი, ახლა რაც ან ზეყავთ, ან თუ არ ეყავთ, ან მარს იყავთ მე-12 სახლში. მაინც არ ურჩევთ ხოლმე ჩვენ აი ამ ან კონკიას როლში ყოფნას, ან სხერკლის როლში ყოფნას, ან ვინმეს გადამრჩენლის როლში ყოფნას, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად რომ აი მე სადღაც ვიკარგები ვიღაცების პრობლემებში და საბოლოო ჯამში მე მაინც აქედან ვერაფერს ვერ მივიღებ. დანაკარგი იქნება აუცილებლად, ხო? და ყველაზე სწორი არის მე-12 სახლელისთვის, როდესაც ახლა თუნდაც მე რასაც ვაკეთებ, ხო? ახლა ვაზიარებ ისეთ ინფორმაციებს, რომელიც შეიძლება ბევრმა არ გააკეთოს, ხო? აი უბრალოდ ქველმოქმედების კუთხით ვცდილობ, რომ ის რაც მე ჭირდებოდა და არ იყო და მომეწია ძალიან ბევრი შრომა ყველაფრის გასაგებად. აი ეს შემიძლია უშრომველად ვიღაცას ჩაუდო ხელში და შეიძლება ეს მერე გამოიყენონ ისეთ კეთილდღეობისთვის თავისთვის, მაგრამ აი ეს არის მე-12 სახლური ენერგიაც, ხო არ ვიცი ამას დრომაჩვენებს სწორად თუ არა კარმულად. მაგრამ ეს არის ტიპიური მე-12 სახლი, როდესაც ქველმოქმედებას აკეთებს რაღაცა კუთხით მაგალითად, ხო? ეს იქნება ახლა ხანდახან ხშირად ცხოველებს, რაიმე ერთი მყავს ეგერ შეტენილი მესამე კატა. ქველმოქმედებაზე გავახსენდა ნაავარიები მომიწია მე ამეყვანა და გადი. იმ კურნალა პრინციპში, მაგრამ ეხლა ცდისა ვერ ვაჩუქებ ვერც ემოციურად და ვერც რეალურად. ესეც ქველმოქმედება არის სადღაც. და როგორც წესი ამ ქველმოქმედებაში და ამ გაცემაში, ოღონდ ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი გაცემა და არა რომ ვინმე შემეცოდა და ჩემ ხარჯზე რაღაცები გავაკეთო. აი ეს ყოველთვის პრობლემა არის მე-12 სახლელისთვის, იმიტომ რომ ხდებიან მოტყუებულები ხშირად, ან თვითონ შეიძლება იყოდნენ რომ აი საკმაოდ საიდუმლო აქვს თავისთვის. ახლა ზოგი იქით არის, აი ზოგი ამბობს ხოლმე რაღაც ფიერი მატყუარა არის სიტყვაზე. შეიძლება უბრალოდ რაღაცებს არ ამბობს, შეიძლება აქვს მუდმივად რაღაც საიდუმლო შინაგანი, ან პირიქით არის ის მომენტი, რომ მე მატყუებენ სიტყვაზე, ხო? ესეც ხდება ხოლმე. ესეც ოკეი არის და მე მგონი ყველასთან არის ეგ მომენტი, მაგრამ მე-12 სახლელები განსაკუთრებით არიან ხოლმე, რომ ჩემი გამოცდილებით განსაკუთრებით თუ ვენერა არის მე-12 სახლში, ნუ ნეპტუნ ვენერასაც ახასიათებს ეს, და შეიძლება საიდუმლო ურთიერთობებში იყოს გახვეული ადამიანი, ამიტომ არის რომ აი ან საიდუმლო სამსახურები იზიდავთ მაგალითად, ან საიდუმლო ცოდნასთან აქვს შეხება, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი, ხო? აქ რო რაღაც საიდუმლო რაღაცა იქიდან გამომაქვს ინფორმაცია, არ არსებული საიდან რაღაც მისტიკიდან. ესეც განსაკუთრებით მერკური მე-12 სახლს ახასიათებს ხოლმე ესეთი რამე. მაგრამ აი თუნდაც მე რასაც გიყვებით ხოლმე, აი ცით როგორი თემა არის, რომ თეორიას რო ვკითხულობდი, მაინც პრაქტიკით წავედი, მე უფრო პრაქტიკოსი ტიპი ვარ. ალბათ ჰიპნოზე წავედი, სხვადასხვა პრაქტიკებში წავედი. ჩემი თვალით უნდა ვნახო ყველაფერი მზე მე-12 სახლში, ცნობიერად უნდა დავინახო ის საიდუმლო. უბრალოდ რომ ვიჯდე და წავიკითხო წიგნები და მე ეს ვიღაცებს მოუყვე, ის რაც მე არ გადამიმოწმები, არ მინახავს ჩემი თვალებით, ხო? ეს ჩემთვის არ არის საინტერესო. შესაბამისად, მზე მე-12 სახლში ზოგჯერ ჩემი პირად გამოცდილება რო გითხრათ, უფრო ამ მიმართულებით არის ცნობიერად უნდა ჩავიდე არაცნობიერში და იქიდან გავიგო რა ხდება. არაცნობიერთან ერთად მე-12 სახლი არის საერთოდ აი არაცნობიერი უფრო ღრმა ფსიქოლოგია, ეს მე-4 სახლია ჩვენთან, მაგრამ აი პირდაპირ სადღაც სხვა სამყაროებს ვუყურებ, ეს არის მე-12 სახლებში რაც და აი ამ კუთხით ხა თან მე აღმავალიც მან ყავს და რაღაცა მისიასავით რო გაქრა ისატყვით მიდიხარ და იცი რომ აქ უნდა წახვიდე, არ იცი რატო, მაგრამ იცი რომ ეს შეიძლება გზა არის. აი ესეთ რაღაცა არის. მარტო რომ მზე მყავდეს მან, ცოტა სხვანაირად ვიქნებოდი. ხო, უბრალოდ დამაინტერესებდა უფრო სადღაც, ანუ ეს როგორც ცხოვრების გზა და როგორც მისია, ესე არ მექნებოდა სიტყვაზე, მაგრამ ვიქნებოდი შინაგანით. ასევე ცოტა ჩაკეტილი ვერ ვიყავ ხა ძალიან ჩაკეტილი ტიპი ვარ, მაგრამ ჩაკეტილი ვარ იმ კუთხით, რომ არ მიყვარს დიდხანს ურთიერთობები ადამიანებთან სიტყვაზე.
იცით როგორი რაღაც არის, ძალიან მიყვარს ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელთანაც მე კი არ ვდებ ყველაფერს, გაცვლა ხდება და ეს ძალიან ხშირად არ არის ხოლმე და შესაბამისად ინტერესიც არ მაქვს, ხო? აი ეს არის მე-12 სახური ისტორია ზოგადად. ამავე დროს როცა არის ვენერაზე მეუბნებიან ხოლმე, რომ ძალიან ცუდია, ხო, რომ მე-12 სახლში მყავს ვენერა. აქ რა თქმა უნდა უყურებთ ასევე კონტექსტს, რომელი სახლის მმართველი არის ეს ვენერა, ეს არის მნიშვნელოვანი და ყველაზე ისეთი მთავარი ჯერ, მაგრამ ამავე ორ სახლს მართავს ავარაუდს, ყველა ვარიანტში აქ ვენერა და ეს ორივე სახლი იქნება ჩართული მე-12 სახლში. მაგრამ ვენერა ეს არის ჩემი გრძნობები, ჩემი ესთეტიზმი, ჩემი სიამოვნებას როგორ ვიღებ და მე-12 სახლი ეს არის მარტოობა ან გულმოწყალეობა ასევე, აი ის მეცოდება, ოღონდ გულის დონეზე. ვენერა არის გული ჩვენი, ხო? მზე თუ ცნობიერება არის, გონება არის, მთარე თუ არის სხეული და ემოცია. ვენერა არის გული. მე მაგალითად გულით რა მინდა, აი როგორ ვიხარჯები, ან ადამიანებთან ურთიერთობაში შეიძლება გქონდეს ის განცდა, რომ აი მე მოვერგები ვიღაცას, მე უფრო მეც გაუგებ მაგალითად, ხო? აი ეს ენერგიები მე-12 სახლური არის აქ ვენერას. ნეგატივი რა შეიძლება იყოს? ზოგისთვის რაღაც იქით გვერდით ვარ, საიდუმლოდ, რაც გულში მიდევს, იმას არ ვამბობ, შესაბამისად ყოფს რაღაც საიდუმლო შეიძლება ვატარებდე ჩემში, გულში, ან შეიძლება იყოს ის, რომ მარტო ვარ მე სადღაც, აი ის სიყვარული, ის სითბო, რაც მე მჭირდება, ბოლომდე არ მოდის, ყველასთან ინდივიდუალურად თამაშდება. ესე არ არის, აი ზოგს უთქვამ ჩემთვის, რომ აი ჩემ ქმარს ეს ასპექტი აქვს და ნიშნავს, რომ ვინმე ეყოლება, ან საერთოდ არ ნიშნავს მაგას. შეიძლება აბსოლუტურად პირიქით ის იყოს, რომ აი მე სიყვარულის გარეშეც ოკეი ვიქნები, ზოგს შეიძლება ესე კონდეს. ან მე სადღაც ჩემ სამყაროში ძალიან კარგად ვარ და ძალიან კარგად გრძნობ თავს, არ მჭირდება არავინ. ზოგჯერ ეს მომენტიც არის. მე-12 სახლს ზოგადად ეს ენერგეტიკა აქვს, რომ არ მჭირდება არავინ, ჩემ თავთან უკეთესად ვარ. ან ჩემმა თავმა ისე შემაწუხოს, რომ ან თერაპიაზე მომიწიოს წასვლა, ან წამლებს ვამდე სიტყვაზე, ხო, იმიტომ რომ წამლები იცეს. ნუ უფრო არის ხოლმე, როცა ნეპტუნი არის ჩართული, მართლა გითხრათ, მაგრამ დაზიანებული ან დაუმუშავებელი მე-12 სახლი. ხშირადაც ესე ვლინდება, რომ სადღაც მე თუ არ მინდა შევხვდე ჩემს რას გრძნობს რა აი სამყარო რას მთხოვს ბედის დონე არის მე-12 სახლი აი ბედი რას მთხოვს სამყარო რას მთხოვს ამას თუ ვერ ხვდები ანუ წინააღმდეგობას უწევ აი ხდება მერე პრობლემები სადღაც ეს დანაკარგები უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი მე რო დავკარგე უკვე რო დავიბადე რაღაც და დანაკარგის განცდა მე-12 სახლელებს აქვს, რაც უფრო ბევრი პლანეტა არის, მით უფრო ბევრი დანაკარგის განცდა აქვს, ხო? ამის მიღება არის საჭირო, რომ მე იმისთვის დავკარგე ეს ყველაფერი, რომ ვისწავლო, გაშვება ყველაფრის, იმიტომ რომ მე-12 სახლი უკვე ციკლის დასასრული არის, უნდა ყველაფერი გავუშვას, არ არის უკვე ეს სამყარო, ის ცხოვრება ადამიანი ჩვეულებრივად ჩათქვეფილი იყოს ამ სამყაროში, ცხოვრობდეს მთელი სისავსით, არა, უკვე როგორც აი ბერები რომ მიდიოდნენ, ხო? აი წავედი ამ ცხოვრებიდან და სადღაც იზოლაციაში ცხოვრობ. აი დაახლოებით ესეთი ინკარნაციული პროგრამა აქვს მე-12 სახლს ჩართული, მე შეიძლება ხალხში ვიყო, მაგრამ თან არ ვიყო ხალხში. მე სადღაც უკვე გავდივარ ამ ციკლიდან და შეიძლება ადამიანები ამას ვერ ხვდებიან, ხო? იმიტომ რომ იმათ თვის ეს ახლა როცა ხალხში ხარ და თან ბერივით ცხოვრობ ეს ცოტა რთული არის, აი ძველ დროში რო არ იყო ამის საშუალება. იქ მე რატო ხვიდიდიკო ესე. იქ შეიძლება ყოფილიყო ფსიქოლოგიური პრობლემები უკვე, ან რო აი რაღაცა ვერ არის ეს კარგად სიტყვაზე იზოლაციაში მოხდეს ეს ადამიანი, ხო? სადღაც იცულება ირთვება უკვე აქ ამ დონეზე, ხო? ამიტომ თანამედროვეობას ხანერად უყურებს ამ ზოგადად ასტროლოგიას მე-12 სახლიც ეს არის, რომ სადღაც ბერივით ვცხოვრობ უკვე, სადღაც აი მე და სამყაროსთან მაგით უმალი კავშირი, ურთიერთობა და გააჩნია უკვე მთელ რუკას, რა თქმა უნდა, როგორ ლაგდება აქ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ ინდივიდუალურ კონსულტაციებზე უფრო ვარჩევთ ხოლმე ხა ეს როგორ ხდება, მაგრამ როცა რამდენიმე პლანეტა ყავს, ერთი მნიშვნელოვანი პლანეტა ყავს მე-12 სახლში, ხო? ეს არის უკვე რომ სადღაც ახლა სატურნის შემთხვევაში ეს იძულებითი იზოლაცია არის, უკვე უნდა ვისწავლო
აი ამ ჩაკეტილობაში სადღაც ცხოვრება, ხო? და აქაც გაჩნია მერე სატურნს ის როგორ აქვს, მთელი რუკა როგორ არის, ახლა ამაზე აღარ გავვრცელდები. უკვე გამიგრძელდა საკმაოდ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვეცადე, კიდევ უფრო ამ მე-12 სახლს ჩაღრმავებოდით, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ძველი ლიტერატურით სხვანაირად ესმით. არ არის ესე საერთოდ სხვა გამოცდილება არის, ხშირად მე-12 სახლელები ან შემოქმედებით სფეროებში არიან, ან ონლაინ მუშაობენ. აი, გრაფიკული დიზაინი ხშირად ამბობენ ხოლმე მე-12 სახლის ენერგეტიკა არის, ხო, სადღაც ჩემთვის რაღაცებს ვიგონებ, რაღაც აი ჩემთვის ხელოვნების სფეროში ვარ, ხო, ხატა ვარ, მუსიკაში ვარ. აი სმენის ვექტორი რო არის, ძალიან განვითარებულია, ხშირად უყვართ მუსიკა, ხშირად უყვართ სადღაც აი მედიტაციური პრაქტიკები, მედიტაციური მუსიკა მაგალითად, ხო? და თუ კარმოლასტროლოგიაში შევხედავთ მზე მე-12 სახლს განსაკუთრებით, ხო? ის წინა ცხოვრებები შეიძლება მე-12 სახლური ქონდა ადამიანს და ეხლა სადღაც, ну, აი მთელი ციკლი არის უკვე გასული და სადღაც უკვე უნდა დაასრულოს ეს ციკლი, ხო? აი ბოლომდე გაიარა მე-10 სახლიც ადამიანის სულმა, მე-11 სახლი გაიარა, იყო სოციალურად აქტიური და ეხლა არის მე-12 სახლი, ახლა სადღაც დუმარებაში უნდა წავიდე და მოусმინო სამყაროს ხმას, ხო? აი ეს არის ციკლი პირდაპირ და ახლა ვენერაც თუ არის მე-12 სახლში, ან მერკური მე-12 სახლში, ხო? ჩემ გონებამ გაიარა უკვე ყველაფრის ციკლი და ეხლა უკვე მოსმენა უნდა. ჩემ გონება ისმენს ემოციებს უკვე ადამიანის დაფარულს და არა უშუალოდ ხა მერკურიანულ მაგალითად იქ მათემატიკურ ინფორმაციებს, ხო? დაახლოებით ეს მინდოდა მომეყოლა თქვენთვის იმედია. საინტერესო იყო მეგობრებო, იმედია დაგაფიქრათ რაღაცებზე კიდევ და გაელოდებით კომენტარებში ხოლმე და მიწერეთ რას ფიქრობთ, როგორ მუშაობს თქვენთან მე-12 სახლის ხვებისთვისაც საინტერესო იქნება. ხა შეიძლება Facebook-ზეც მაქვს ჩემი გვერდი, ახურული ჯგუფიც მაქვს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მგონია TikTok-იც ზეც ვარ. ჩემი მის მიღმა მე არა ჩემები აკეთებენ მაგას სოციმედია ესე რომ ვთქვათ Instagram-ზეც ვარ და შეგიძლიათ ხოლმე თუ ვინ რომელ პლატფორმაზე უფრო გირჩევნიათ, უბრალოდ YouTube-ზე რა თქმა უნდა ვრცელი ვიდეოები იდება უფრო მეტად და ალბათ ამ სეგმენტთან, ვისაც ვრცელი ვიდეოები გიყვართ, ალბათ უფრო YouTube-თან იქნებით კავშირში. დროებით მეგობრებო, წარმატებები თქვენ.